სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მე ბევრს არ ვიქადაგებ ჩემო საყვარელო კეთილმორწმუნენო. მინდა მხოლოდ წავიკითხო წმინდა იაკობის უფლის ხორციელი ძმის დარიგება. ეს არის პირველი თავის 27 მუხლის, სადაც ასეთი სიტყვების სერია. წმინდა და შეუბრალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისა, რომ მიხედო ქრიობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთი სოფლისაგან. შეურყვნელად დაიცვა თავი წუთი სოფლისაგან. ეს წუთი სოფელი, ეს ავსურიანი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაგრყვნან და გაგაპარტახან. გაგაუბედურან. მე მახსოვს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავ და ჩვენთან ყაზბეგში, მოხევებში ჩამოვიდა ვიღაცა საჯარო ლექციის წამკითხველი პიროვნება. მაშინ დადიოდნენ ხოლმე თქვენ იცით, რომ საჯარო ლექტორები და საჯარო ლექციებს კითხულობდნენ სხვადასხვა რაიონებში. და მათ შორის ყაზბეგში ჩამოვიდა და ეხლა ვალდებული იყო, რომ მაინც რაიკომში გამოცხადებული იყო და ეთქვა, რომ რისთვის ჩამოვიდა და სოფლები უნდა მოეარა და ეკადაგა ის სიტყვა, რაც რისთვისაც ჩამოსული იყო. რაიკომის დივანი გახდათ მასში ღმერთმა აცხონას ვალერიან ფირანიშვილი. დაუძახა და უთხრა, რომ რა თემაზე გინდაო, რომ წაიკითხო ლექციაო. და ამან უთხრა ნარკოტიკების მავნებლობაზეო. თუ რა შედეგი მოაქვს ნარკოტიკებსა, ვინც მას იკეთებს. ამ პიროვნებამ უთხრა რაიკომის დივანმა, ხევშიო, ჯერ არავინ არ იცის, რომ არა არის ნარკოტიკიო. და თქვენ რომ აი ეს იქადაგოთო ეხლაო, შეიძლება ვიღაცას ინტერესი დაებადოს და ამიტომ აუკრძალო, რომ ამ ლექციას მე ჩვენთან ვერ წაგაკითხულებ და გამოუშვა უკან. და სწორი იყო, არ ვიცოდით რა იყო ნარკოტიკი. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი არის შევქმნათ საზოგადოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილიშვილებისთვის, სადაც ცდუნების ის საშუალებები ცნობილიც კი არ იქნებოდა. თუ მაგალითად ჩვენ ვივლიდით ეკლესიაში, მაშინ ჩვენთვის საზოგადოება იქნებოდა ის საშუალება, რომელიც ჩვენ გაგვკვებავდა თავისი იდეით, თავისი მოძღვრებით, სადაც არც ნარკომანია იქნებოდა, ნარკოტიკი იქნებოდა ის უბედურობა, არც სიგარეტი, არც გარყვნილება და არც უბედურობა. იმიტომ რომ ჩვენ მოვისმენდით ისეთ სიტყვებსა, რაც ჩვენთვის ღმერთს დავალებული აქვს და მოსაწონი გავხდებით ღმერთისათვის, რომ აი გაგვეკეთებინა ის. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ კი მივახციეთ აი საზოგადოება ყავს. მაგრამ ის ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, რომ მაინც დაგიხელთოს და გითხრას თავისი სათქმელი. დაგიყვანოს იმ ცოდვაში. თქვენ იცოდეთ, რომ აი როგორც იმან აუკრძალა იმ ვალერიანმა, რომ არ წაიკითხათ, რომ შეიძლება ზოგი დაინტერესდეს, რომ ეს რა არის ნარკოტიკიო და შეიძლება მიიღოს. ამიტომ ჯობია, რომ ეს არ იცოდე ამის შესახებ. ანალოგიურად ჩემო სიხარულებო, ჩვენ თუკი საზოგადოებაში საუბარიც კი არ იქნებოდა ამ თემაზე, ეხლა ღმერთმა აცხონას ჩემი ბებია, დოდო, ღმერთმა აცხონას ოლადეიდაი, ღმერთმა აცხონას ეკატერინე და რაღაცა.
იმების ჯურო აი ესეთი რაღაცა გეთქო. ასეთი მსგავსი, აი განაისა ეგეთი მსგავსი. ისინი ამის მსგავსი არაფერი არ იცოდნენ, მე ვარ მონსტრი ამისი. თუ თქვენ არა ხართ მონსტრი ახალგაზრდები, მე ვარ მონსტრები, რომ ეს იმდენად უცხო იყო იმათ, ვინ გახბედავდა, რა გადახრით პატარა რას ლაპარაკობ რაღაცა. ჩვენთან მხოლოდ სიტყვა ასე იყო. ღვთისმადლმა, პურის ჭამეო, ჭამე და ღვთისმადლმაო. საქონელი გარეკე გავრეკე და ღვთისმადლმაო. სკოლაში იყავო, ვიყავ და ღვთისმადლმაო. წყალი ამოვიტანე და ღვთისმადლმაო. ყველა დიდი და პატარა ამ სიტყვას ამბობ, იქ არ არსებობდა, ცუდი სიტყვა არ არსებობდა. დაწყევლა როგორღა შეიძლებოდა, ვისიმე დაწყევლა როგორ შეიძლებოდა, იტყოდი დედა-მამა განათლებულო. აი შენ კი შეთი დედასა შენსა და მამა შენსაო, ხო? ეხლა შეიცვალა, ესე იგი შებრუნდა დიამეტრალურად შებრუნდა. კი, მაგრამ აი ახლა მორწმუნე თაობა ვარ ჩვენ და ვინ გზდის ეს? ვინ აგზდის? ეშმაკმა მოიგონა თუ შენ მაგ საზოგადოება შექმნი, სადაც შენ ჩამოყალიბდე. შინ უნდა შემოგიყვანე ეშმაკი. შინ. რო დაგმოძღვრას ისა, იმიტომ რომ მე მინდა რომ შენ დაგმოძღვრა საჩემოდ ეშმაკურა და აბა რომელი მოძღვრები შემოგიყვანა სახში ვინ მეტყვის? ო, ღმერთმა დაგლოცა. ეხლა უყურე როგორი საქმეა. ეხლა ბებია ჩემი დოდოსტვიროვის მეთხორო. თურმეო. ბესო კესოდ გადაკეთებულაო. შეიძლება პირდაპირ იმები გადავიდა თერში ჩავარდებოდა. ნუ მათხვიილეთ თუ. ახლა როგორი საქმე არის? ეხლა გადაიხადა 8 კაციანი ქორწილი. რა კარგი გოგო მომყავსო. სახში შემოიყვანე გადუხადე რა. და შემოიყვანე თურმე ბესო. ის მოდივლი შენა. ახლა საოცარი ტირარი. ორი გოგო. ერთი კითხვების დამსვენ და მეორე პასუხის გამცემი. ორივესგან ღმერთმა მართლმა დიდებლობაზე აღიარებენ თავსა. დამცველი მართლმა დიდებლობისა. აპოლოგეტები მართლმა დიდებლობისა. და ახლა ერთმა გვაპატია და ერთი მეორეს უსხვამს კითხვასა. არა ის გაყვნილებაზე მაგას ხო ბებიეს ჩემს მეგეშხნე გეგონა ექსიტო გაიგონა დამერწმუნეთ მაშინ ეთროს მაიკლავდა მიუხედავად იმისა რომ ჯოჯოხეთში წავიდოდა იტყოდა ოღონდა ეს სიტყვები ნუ მომასმენინებ ხო ისე ვიმჩნე ჯოჯოხეთში წავიდე ვერ წავედი არა უშორო ოღონდ ნუ მომასმენინებ ახლა იქ მარტო გაყვნილებაზე არ არის საქმე და ორი მართლმადიდებელი თავს ზდებს იმისთვის და მემრეობნებია რომ სექსუალური თავისუფლება. ესე იგი, რაღაცი ღირს ამას ლაპარაკი. ამიტომ მე დღე გეტყვით ჩემო სიხარული. გერმანიაში რითი ჯობიან გერმანელები ჩვენ. ჩემი შვილი ილია გახლავს და ჩემი მეუღლე ულვა გახლავს. ილია ქონდა მორწმუნე ოჯახებს სახში ტელევიზორი თუ არ აქვს ხო უთხრა. არ ქონდა. ხოდა ნუ ადეფერს. ეხლა მე თქვენ გეტყვით გაიტანეთ თქვენ, გაიტანთ? არ გაიტანთ და იყავით მე. მაშასა და მე რა ყოფილა ჩემო სიხარულებო? რა ყოფილა? მთავარი წმინდა და შეუბრალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე და შეუყვნელად დაისვა თავის ღვთისაგან. ეხლა მიაქცევი კაცი გადაგე. ნუ მამა ვაჟა. მამა. აფანდი და სხვა. მაგრამ შენი დღე დაღამე
ახლა როგორ კარგი თერაპია ეს პრეზენტი გაკეთეთ ეგეთ კარგ პრეზენტს რა უნებასა და შეგილამაზებ ხელა მიძიძი და ფეგრე მაგრა მე ადრე ვხოლმე რომ ერთი მეთქი მხოლოდ აი მოამბეს უყურებ ხოლმე მეთქი მაგრამ მოამბეში იმდენს ჩაგიხსოვენ რეკლამასა მაინც თავისას გააკეთებენ ეგაც იციან რომ ამას იმას თავისი სტუნების უნარი აქვს ეხლა რაც გინდა ჩვენ გინდა გადაირჩინეთ თავი და გინდა არ გადაირჩინეთ შენი პირაში ჩვენთან ერთხელ მოდიხარ საკადაგების მასაცმენადა და 7 დღის მანძილზე 24 საათიანი დღის განმავლობაში სახში დანარჩენი ეშმაკის ხადაგებლები ყავს ეხლა თქვენი ამბობთ აბაიღეთ ეხლა თქვენა და ის ბავშვები მოაცალე ტელევიზორსა მოაცალე ჩხავიან ისტერიულად კივიან და მემრე გამოდგება რომელიღაცა ლმობიერი ოჯახში ეს არის კაუში კაცო უყურანო კაცო რაღაცო და ხორვინა ჩემს ოჯახს ეგეთ და აყურებინე და მემრე დაინახავთ როცა იმ ბესოს შემაგიყვანთ შენა და თავზე დაგავხოთ იმ ცხოვრებასაც და ჯოჯოხეცა შემაგიდეთ მავრენა ხეთქე ამიტომ შემოსიხარულებო ნურვინ ნუიეთები უცნობი ხალი მოიყვანათ ნურვინ ნუ მორწმუნეებმა გადახედეთ მორწმუნეთა ოჯახებში ერთმანეთსა გერჩივნათ ისა რუსები ამბობენ სადაც ჩვენ არა ვართ ყველგან კარგიო где нас нет везде хорошо везде შენ რო გონია რომ აქ არა აი ვითომ სადღაც უცხო შეხვდება კარგი ეგეთი უბედური შეხვდება რომ შეიძლება რომ გაგიწარა სიცოცხლე და საფუძველი კი არა ჯოჯოხედის უარესი წაგიყვანო ამიტომ შემოსიხარულებო ძალიან ფრთხილად იყავით გაიყვანეთ თქვენი ოჯახებიდან ის ეშმაკები და მეუღლებად თქვენთან დაიგულეთ მორწმუნეთა ოჯახებიდან ჩამოყალიბებული ადამიანები რომ უნებაში არ შეხვიდეთ თანაც კიდევ ამბობ ისინი მეორებენ რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ორი პიროვნება გამოვიდა მართლმადიდებლობის დამცველი მეთმა დაგლოცავს გაკურთხა და მეთმა სიფხიზლე მოგცეს რომ უნებაში არ შევიდეთ რადგან ეს ცხოვრება ყოფილა ბესოს კესოდ გადაკეთების ცხოვრება და გამაფხიზლდით მეთმა გადახა